დავიწყებ ამჟამინდელი ცხელი თემით ბოლო წუთის სიახლეებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. მან მითხრა, რომ ირანის პორტების ბლოკადა განხორციელდა და კონფლიქტი დასრულების პირასაა. ბუშინ თეთრ სახლში ექსკლუზიური ინტერვიუსთვის შეხვდი მთავარ სარდალს, სადაც მან ამ ყველაფერზე, ასევე ეკონომიკაზე, ნავთობის ფასის მოლოდინებსა და საბიუჯეტო შეთანხმების პაკეტზე მომიყვა. ნახეთ. ბატონო პრეზიდენტო, მადლობა რომ ჩვენთან საუბრისთვის დრო გამონახეთ. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. რეალური რეაქცია ჰქონდათ ბლოკადაზე. კმაყოფილი ხართ იმ რეაქციით, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც ჰორმუზის სრუტეში ბლოკადა დააწესეთ. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ვფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა. მათ ამაზე რეაგირება მოახდინეს. სანამ ჩვენ ისინი გავანადგურეთ და ეს როგორც ჩანს, კიდევ უფრო ძლიერი რეაქციაა ვიდრე ადრე. ასე რომ ნახოთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ საბოლოო შედეგი და ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ. ჩვენ მიცხებთ ვენესუელად. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, როგორი კარგია ეს. მე ავაშენე, აღვადგინე და ავაშენე. ჩემს პირველ ვადაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე ძალიან დამჭირდებოდა შეიარაღებული ძალები, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოები გვყავს. შეუდარებლები არიან, დაფიქრდით ამაზე. არც საზღვაო ძალები აქვთ, არც სააერო ძალები, ყველაფერი განადგურებულია. მათ არ აქვთ არანაირი ანტისააერო აღჭურვილობა, არც რადარი აქვთ და არც ლიდერები. ამჟამინდელი ლიდერები ახალი რეჟიმის წარმომადგენლები არიან და გუნდსოფელად რომ თქვა, ჩვენ ისინი გონივრულებად მიგვაჩნია. შედარებით ისინი საკმაოდ გონივრულები არიან. მართლა ახალი რეჟიმია და ვფიქრობ ძალიან კარგად მივდივართ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა და შეიძლება ეს მალე მოხდეს, ვინ იცის. კვირას მითხარი, რომ ფიქრობ ისინი საბოლოოდ დათანხმდებიან ბირთვული იარაღის აშენების შეწყვეტას. როგორ გადაამოწმებ ამას? პირველ რიგში თუ ამას არ გააკეთებენ, შეთანხმებას არ დავდებთ. ასე რომ შეთანხმება არ იქნება. მთელი საკითხი ისაა, რომ მათ უბრალოდ არ უნდა კონდეთ ბირთვული იარაღი. და თუ მათ ეკნებათ ბირთვული იარაღი, გარკვეული დროით მოგვიწევს ამის შეგუება, მაგრამ არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ისინი გადარჩენას. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ისინი გაძლებას, იმიტომ რომ მათ ძალიან ძლიერად დაარტყეს. და მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ყველა მათი ხიდი 1 საათში გავანადგუროთ. ჩვენ შეგვიძლია ყველა მათი ელექტროსადგური 1 საათში გავანადგუროთ. ჩვენ ამას არ ვაკეთებ, რადგან ერთ დღეს მოგიცევთ აღდგენა და ხიდის აღდგენა 10 წელი სჭირდება. თუნდაც თუ ტრამპი ხარ, ამას მაინც ბევრი დრო სჭირდება. და ელექტროსადგურებიც ისეთივე ცუდია. ნახოთ რა მოხდება. ჩინელები ან საუდელები წინააღმდეგობა გაუწიეს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას. არა, მე აბსოლუტურად არ მქონდა. შიდა საკითხებთან დაკავშირებით რა არის მთავარი პრიორიტეტები ეკონომიკისთვის წლის დარჩენილ პერიოდში? ჩვენ შესანიშნავად ვართ. ნახეთ, მე დაუ ჯონსზე 50,000 ქულას მივაღწიე, რასაც ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო მხოლოდ 4 წელიწადში. მე ეს 1 წელიწადში შევძელი. SP-ზე 7,000 ქულას მივაღწიე. 1 წელზე ბროში რაც იყო რიცხვი, როგორც იცით, თქვენ ამაზე ანგარიში გააკეთეთ. მათ თქვეს, თუ 4 წლის ბოლოს ამ რიცხვებს მიაღწევ, მე ეს 1 წელიწადში შევძელი. და მე ვთქვი, ეხლა მჭირდება გადახვევა ერთ ადგილას, რომელსაც ირანი ქვია. უნდა შევაჩეროთ ისინი, რომ ბირთვული იარაღი არ გქონდეთ. და თუ მეტყოდით, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვექნებოდა საფონდო ბირჟა ისეთივე კარგი, როგორიც 2 თვის წინ იყო, თითქმის ძალიან ახლოს. რომ გვექნებოდა ნავთობი, რომ ხრიდით ნავთობს, რომ ნავთობის ფასი იქნებოდა 92, არაც ეხლა 200-ის ნაცვლად, რადგან ბევრი ამბობდა, 200-მდე ავა. ეს ყველაფერი ამ ქაოსის ფონზეა. ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მივდივართ. და შეიძლება ხალხი ფიქრობდეს, რომ ამას მოვიგებთ. ჩვენ მათ სამხედრო თვალსაზრისით სრულად დავამარცხეთ. ერთადერთი რაც მათ დარჩათ არის ყურე. და ვფიქრობ, ეხლა ჩვენ ვართ სრუტე, როგორც ამას ისინი ეძახიან. და ვფიქრობ, ეხლა არ ვიცი, როგორ ახერხებენ ისინი გაძლებას. სუსტად ამას ვამბობ, გულისხმობ სიტუაცია შეიცვალა, მხოლოდ 1 თვეში ნავთობის ფასი 50%-ით გაიზარდა და აქციების ბაზარი რთული იყო პირველ კვარტალში. დიახ, აქციები ჯერ კიდევ 100-ია. ზდაშია. ფიქრობდი, გუცფელად რომ თქვა, მეგონა ბევრად მეტი იქნებოდა. და მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად, რომ არ დაეშვა ბირთვული იარაღის გამოყენება ამ ქვეყნის ან ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ. ნებისმიერი ადამიანი ახლო აღმოსავლეთში, ისინი გაანადგურებდნენ ახლო აღმოსავლეთს, რომ ეს არ დაეშვათ. ნამდვილად ღირს, რომ ბევრად უფრო მაღალი იყოს ვიდრე ახლაა. თუ მეტყოდით, რომ მხოლოდ $92 ეღირებოდა ბარელი, ძალიან გამიკვირდებოდა. კარგია. იცით რა, ძალიან ბედნიერი ვარ და როგორც კი ეს დასრულდება, მნიშვნელოვნად დაეცემა. და მგონია, რომ ეს შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს. თუ ჭკვიანები იქნებიან, ეს მალე დასრულდება. ზოგადად ეკონომიკურ გავლენაზე ელით ზრდის შემცირებას თუ ინფლაციის ზრდას?
ეს ახდენს გავლენას, რადგან ჩვენ ამას გავდივართ, რაც არ უნდა იყოს 6 კვირა. გავლენა ნამდვილად იქნება, მაგრამ ფიქრობ, რომ სრულად ავდგება. რაღაცნაირად არასწორად დამიმოწმეს. ფიქრობ, ნავთობი დაუბრუნდება იმ დონეს, რომელზეც ადრე იყო. იცით თქვენს, რომ მე ველოდი, ნავთობი მაღალი იქნებოდა შუალედურ არჩევნებზე. მე ამას არ ველოდები. ვფიქრობ, დაახლოებით იქ ვიქნებით, სადაც ადრე ვიყავით. შეიძლება კიდევ უფრო დაბალზეც. როცა ეს დასრულდება, ფიქრობ, საფონდო ბაზარი მკვეთრად გაიზრდება. უკვე მაღლა. კიდევ ერთხელ არავინ ფიქრობდა, რომ ჩემი 4 ვადის განმავლობაში დავო 50,000 მიაღწევდა, ან ეს და P7,000 და ჩვენ მივაღწიეთ რიცხვებს, რომლებიც არავის ეგონა შესაძლებელი. თქვენ საუბრობდით რესპუბლიკელებთან შეჯერების პროგრამაზე. დიახ. შეგიძლიათ აუხსნათ საზოგადოებას, რატომ არის შეჯერების პაკეტი მნიშვნელოვანი და რატომ გსურთ, რომ ის თქვენს მაგიდაზე ივნისამდე იყოს? დემოკრატების ხმების გარეშე ჩვენ ვიყენებთ შეჯერების პროცედურას წინადადებების დასამტკიცებლად. ამ პროექტმა 4 წელი ერთში შეაჯამა და ეხლა კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ. მაგრამ იცით, ეს დიდი და შესანიშნავი კანონპროექტი ფიქრობ უკეთესია. უნდა ეწოდოს გადასახადების შემცირების პროექტი, რადგან თქვენ აღარ იხდით გადასახადს ჩაის ფულზე. და ნახეთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. არ არის გადასახადი სოციალური უზრუნველყოფისთვის, არც ზეგანაკვეთურზე. ხავს ადამიანები, ამას ვხედავთ თქვენს გადაცემაში. ვუყურებთ თქვენს გადაცემას, შესანიშნავია. ხავს ადამიანები, რომლებიც იღებენ 5, 6, 7, 8,000 დოლარს. მათ ეს აცქიც არ მოედგინათ. და ეს ადამიანებისთვის მოლოდინზე უკეთესია. მაგრამ რეკონსილიაციის წესები მოითხოვს დეფიციტის შემცირებას, ხომ ასეა? როგორ უზრუნველყოფთ, რომ ხარჯები შემცირდება? ჩვენ უნდა დავიცვათ წესები. მათ გარეშე ამას ვერ ჩავთავდით, ვერც არ მოვადგენდით. და არავინ სჯერა ამაში ჩემზე მეტად. ერთადერთი, რასაც ნამდვილად ვიცავდი, სამხედრო სექტორი იყო. ჩვენ ავაშენეთ ეს დიდი არმია, რაც ეხლა გვაქვს და ამას ყველა აღიარებს. იქნება ეს ჩინეთი თუ რუსეთი. ჩვენი შეიარაღებული ძალა მსოფლიოში ყველაზე დიდია, რომელიც ჩემს პირველ ვადაში შეიქმნა. მათ შორის არის კოსმოსური ძალაც. იცით, რომ ბევრი რამ რაც კარგად მუშაობს, კოსმოსური ძალიდან მოდის. ეს შესანიშნავი იყო. ეს იყო შესანიშნავი დამატება, როცა გადავწყვიტეთ კოსმოსური ძალის შექმნა. შევიტანოთ ეს რეკონსილიაციის კანონპროექტში საბაჟოსა და AES-ის დაფინანსების გარდა კიდევ რამე. სწორედ ამას ვაკეთებ ძირითადად. ეს ძირითადად ამაზეა. რადგან დემოკრატებს ამის გაკეთება არ სურთ. შემდეგ როგორც ვაგრძელებ, კიდევ რაღაცებს ვამატებთ. მაგრამ ხო იცი, ხსმენია ეს გამოთქმა. გვინდა ყველაფერი მარტივად დავტოვოთ. იმიტომ რომ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მე მქონდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო საზღვარი. არავის შემოსულა. არც კი ვიცი ბჯეროდეს თუ არა ამის, მაგრამ დემოკრატები აკეთებენ გამოთვლებს. ისინი სინამდვილეში იცი სააგენტო, რომელიც ამას აკეთებს, როგორც წესი დემოკრატების მხარეს დგას. ბრბილად რომ ვთქვათ. ბოლო 9 თვის განმავლობაში არც ერთ ადამიანს არ გადაუკვეთავს საზღვარი არალეგალურად. ეხლა შეადარეთ ეს 25 მილიონი ადამიანს, ვინც გილსონ ოლენტოს დროს გადმოკვეთა საზღვარი. მე იქ ვიყავი, 6 ჯერ წავედი საზღვარზე. მე ვნახე, მესმის რას ამბობთ. ისინი მილიონობით შედიოდნენ ყოველ კვირას, უკონტროლოდ ავსებდნენ ქვეყანას. მე ვიცნობ ამ ლიდერების უმეტესობას. ისინი ძალიან ჭკვიანები და მოხერხებულები არიან. განათლებული იყვნენ თუ არა, ყველა მოხერხებულია და ქუჩაში თავის გატანა კარგად იციან. ისინი კარგ ადამიანებს არ აგზავნიან. 20, 5 ან 30,000-იანი ქარავნის დროს იქ კარგები არ არიან. არის ადამიანები, რომლებიც თუნდაც კრიმინალები არ იყვნენ, არ უნდათ მუშაობა, ან სურთ სოციალური დახმარება, ან მათ ყველა ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნეს. რაც დემოკრატებმა გაგვიკეთეს, ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ. შეიყვანეთ Save America Act-ი რეკონსილაციაში. მე ძალიან მინდა ამის გაკეთება და განვიხილავთ, მაგრამ მას უნდა ერქვას Save America, ერიკა, როგორც თქვი. ბევრ ადამიანს ურჩევნია გამოიყენოს Save Act-ი. არავინ იცის. ეს არის Save America. ეს არის ამორჩევლის იდენტიფიკაცია. უნდა იყო მოქალაქე, რომ მისეხმა, იყო მოქალაქე. იდეალურად, ფოსტით ხმის მიცემა, ამას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებთ. შეგიძლია ეს ბიუჯეტის პუნქტად აქციო. ეს კარგია სამხედროებისთვის. იცი, მათ უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება, ვიღაც ვინც ავადა, ან შორსაა და ასე შემდეგ. შენ ფოსტით აძლევ ხმას, მაგრამ ის უნდა შემცირდეს, რომ სამართლიანი იყოს. დღეს გადასახადის გადახდის დღეა. რას ისურვებით, რომ ხალხმა იცოდეს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც თქვენ შეიტანეთ საგადასახადო კოდექსში? და რა მნიშვნელობა აქვს იმ ანაზღაურებებს, რომლებსაც ისინი იღებენ? მართალია, ხო ასეა. ანაზღაურებები მართლაც მნიშვნელოვანია და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსებას ბევრად უფრო მარტივს ხდის. ხალხი ამას ამჩნევს, ყველა ამას აშუქებს, რადგან ეხლა ეს ძალაში შევიდა.
და ხალხი იღებს 5,000, 8,000, 11,000 დოლარიან ანაზღაურებებს, რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ. საბოლოოდ ეს იმდენად კარგი აღმოჩნდა, ან თუნდაც უკეთესი, ვიდრე მე ვამბობდი, რომ იქნებოდა. ეს საკმარისი იქნება ბენზინის ფასების ზრდის ასანაზღაურებლად. იქნება, რატო ბენზინის ფასი ძალიან მალე დაიწევს და ბევრად დაბალი იქნება. ფიქრობთ, რომ ბენზინის ფასი შუალედურ არჩევნებამდე დაიწევს? ისინი ბევრად დაბალი უნდა იყოს შუალედურ არჩევნებამდე. ბევრად დაბალი. მან მიანიშნა. ანუ ეს ერთ-ერთი წინაპირობაა, შევაჩეროთ ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი არ უნდა კონდეს. თუ ირანს ბირთვული იარაღს მისცემთ, დინდად ნახოთ საფონდო ბაზრები დაცემული, თქვენ ქვეყანაც აღარ გექნებათ, სოფლიო აფეთქდება, ამას ვერ გააკეთებთ. თქვათ ეს საკითხი მოგვარდება და მჯერა რომ ძალიან მალე, შეიძლება მალე იყოს. მაგრამ როცა ეს მოგვარდება, ბენზინის ფასები სწრაფად და მნიშვნელოვნად დაეცემა. და ბენზინის ამჟამინდელი ფასები ბარენზე გათვლით, თქვენს მანქანაში ავზის შევსება თითო გალონზე, რომელიც მხრიდანაც არ უნდა შეხედოთ, მაჩვენებლები შემცირდება, ელექტროენერგიის ფასიც დაეცემა. ეს თითქმის ყველაფერს ამარაგებს, არა მხოლოდ მანქანებს, არამედ ეკონომიკასაც. თუ ამას შეამცირებთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი პირველი ვადით წარმატებული ვიყავი, იყო ბენზინის ფასების დაბლო შენარჩუნება და იაფი ენერგია. ნახეთ, რომ არ შევსულიყავი ირანში, რაც საშინელი იქნებოდა 47 წლის განმავლობაში არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონდა ამის გამბედაობა და ეს უნდა გაეკეთებინათ. და მე მინიმუმ ერთს მაინც ვიცნობ და ვფიქრობ, ყველა ვინც ცოცხალია უხურებს და ამბობს, ეს უნდა გაგვეკეთებინა. ეს ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა ჩემამდე, ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა. რაც ობამამ გააკეთა იმ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ირანთან, ეს იყო ყველაზე ცუდი შეთანხმება, რაც კი ოდესმე გაფორმებულა. ამან მათ მისცა გზა ბირთვული იარაღისკენ, მოკლევადიანი გზა ბირთვული იარაღისკენ. მე ეს დავასრულე. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. 4 წლის წინ მათ უკვე ეკნებოდათ ბირთვული იარაღი. 8 თვის წინ B2-ებით დავბომბეთ. 1, მაქსიმუმ 2 კვირაში ეკნებოდათ ბირთვული იარაღი. და ისინი გამოიყენებდნენ ამას ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ და ჩვენ წინააღმდეგაც გამოიყენებდნენ. და არა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ, სხვათა შორის კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგაც. ქვეყნები, რომლებიც შოკში ჩავარდნენ, როცა მათ დაარტყეს. ამ ქვეყნებს არ ელოდათ, რომ მათ დაარტყამდნენ, რადგან ისინი სწორედ ამ ქვეყნებს მისდევდნენ. ისინი მიდიოდნენ ახლო აღმოსავლეთის კონტროლის დასამყარებლად და ჩვენ შევაჩერეთ ისინი. ჩინეთი ცდილობს რომ გაგვასწროს და ჩვენ გვინდა რომ დავამარცხოთ ისინი. ჩვენ გვინდა რომ დავამარცხოთ ისინი. და მინდა კითხოთ. ხელოვნურ ინტელექტზე, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა რომ დავამარცხოთ ისინი. ნეტავ დავამარცხებთ მათ. კარგი, ხელოვნურ ინტელექტში ლიდერები ვართ ჩემი წყალობით. ჩვენ ვართ ლიდერები. ვაძლევ მათ საშუალებას შექმნან საკუთარი ელექტროსადგურები და გახდნენ ენერგოკომპანიები. უთხარით ზუკერბერგს, გილოცავ, ეხლა უკვე ენერგეტიკის სექტორში ხარ. თუ ამას არ გავაკეთებდი, ეს იდეა ჩემი იყო. აშენებენ ელექტროსადგურებს და თუ ქსელს გამოიყენებდნენ, ის ვერ გაუძლებდა. უთხარი, რომ ააშენოთ, თქვენი ენერგია თავად გამოიმუშავეთ. და შემდეგ იტყვიან, ჩვენ ზედმეტ ენერგიას ჩვენს ქსელში დავაბრუნებთ, ეს ყველაფერი ამჟამად შენდება. ამიტომ ამაში და ეკონომიკაში ჩინეთს უსრებთ. ეკონომიკა შესანიშნავია, თუნდაც ირანში ეს მოგზაურობა არ მინდოდეს, მაინც მოგზაურობა იქნებოდა. უთხარი, ეს მსოფლიოს საკეთინდრეოდ უნდა გავაკეთოთ. ამიტომ MŠP წელს იზრდება. კი, უნდა გავაკეთოთ. იყო თვეები, როცა ნატოსთან ჩემი ურთიერთობა ნულოვანი იყო. ჩვენ მათთვის იყვართ, ისინი კი ჩვენთვის არ არიან. ჩვენ ვხარჯავთ ნახე ის გრაფიკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, სადაც დიდი წითელი ბურთი ჩვენ გვასახიერებდა, ხოლო პატარა ბურთები სხვა ქვეყნებს და ეს ასახავდა სამხედრო და ნატოს ხარჯებს. ეს სასაცილოა, მათ უკეთ უნდა ემოქმედათ. მათ უნდა ეთქვათ, მოდი ვინმეს გავგზავნით. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, პატარა ოპერაცია შედარებით დიდ ოპერაციასთან. ნატომ არ დაგვიჭირა მხარი და თუ ისინი აქ არ არიან, მომავალში ჩვენთვის არ იქნებია. მაშ, რატომ ხარჯავთ ასობით მილიარდს წელიწადში ნატოზე, თუ ისინი ჩვენთან არ არიან? და თუ ირანის საკითხში მხარს არ გვიჭერენ, არც უფრო დიდ საკითხებში იქნებიან ჩვენთან. ნახეთ რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ყველაზე დიდი შემცირება ეკონომიკური ზრდის პროგნოზში G7-ის ქვეყნებს შორის. დიახ, მათი ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა. ეს არის გაერთიანებული სამეფო. ვითხოვდი რომ ნატოსგან 0 მხარდაჭერა. ჩვენ მათთვის იყვართ, ისინი ჩვენთვის იქ არ არიან.
ჩვენ ვხარჯავთ. ნახეთ ის გრაფიკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, სადაც დიდი წითელი ბურთი ჩვენ გვასახიერებდა და გარშემო პატარა ბურთები იყო, რაც სამხედრო საკითხებსა და ნატოში დახარჯულ ფულს ასახავდა. ეს სასაცილოა. და მათ უკეთ უნდა ემოქმედათ, უნდა ეთქვათ, მოდი ვინმეს გავგზავნით. ეს პატარა ოპერაციაა დიდთან შედარებით, მაგრამ ნატო ჩვენთვის იქ არ იყო. ეს ნიშნავს, რომ თუ ისინი აქ ჩვენთვის არ არიან, არც სხვაგან იქნებიან. მაშ რატომ ხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს წელიწადში ნატოზე, თუ ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან? თუ ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან ირანის საკითხში, ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხშიც, ვიდრე ირანია. ნახეთ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო ყველაზე დიდი შემცირება ეკონომიკური ზრდის პროგნოზში დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის. დიახ, მათი ეკონომიკა დაზარალდა. გაერთიანებული სამეფო, მე ასე ვითხოვდი. მათ უნდა უარი თქვან ქარის ტურბინებზე და გახსნან ჩრდილოეთის ზღვა. მათ აქვთ ჩრდილოეთის ზღვა აბერდინში, შოტლანდიაში. ეს არის ყველაზე დიდი, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ნავთობის საბადო სოფლიოში. იქ კიდევ ასობით წლის ნავთობია და იცით რას აკეთებენ ისინი? მათ დახურეს, რადგან ნავთობის კომპანიებისგან მეც ითხოვენ. ნავთობის კომპანიების თხოვენ რომ გახსნან. მათ დამირეკეს, გთხოვთ ესაუბრეთ მათ. მათ შეუძლებელი გახადეს გარემოს დამცველებების გამო, იმ საშინელი გარემოს დამცველების, რომლებიც ძალიან აზიანებენ იმ ქვეყანას. ეხლა კი ქარის ტურბინებზე აკეთებენ ფსონს, ყველგან ანადგურებენ თავიანთ მინდვრებს. ეს პრობლემა აქვთ და კიდევ აქვთ იმიგრაციის პრობლემა. რას აკეთა ევროპამ იმიგრაციასთან დაკავშირებით? ხო, ქვეყნების უმეტესობამ, არა ყველამ. რაც გააკეთეს იმიგრაციასთან დაკავშირებით, საშინელებაა. ჩვენ ისევ იგივე ურთიერთობა გვაქვს იტალიასთან ახლა, ჯორჯა მელონისთან. არა. ის ნეგატიურია. ვინც კი დაგვიწუნა დახმარება ამ საკითხში, ირანის მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს იგივე ტიპის ურთიერთობა. უბრალოდ იცოდე, იტალია იღებს ბევრ ნავთობს სრუტიდან. შეგიძლია უწოდო ჰორმუზის სრუტე ან ჰორმუზის სრუტე. თითქე რომელი ჯობია, მიპასუხეს, ნებისმიერი სწორია, შეგიძლია ნებისმიერით მოიხსენიო, ნებისმიერი სწორია. ტრამპის სრუტე დრო დაარქვა, ეს იდეა არ მოსწონთ, სხვათა შორის ამ თემაზე რო საუბრობთ, ერთი რამ გავაკეთე, რაც ხავს ძალიან მოსწონს, მექსიკის გარდა. მექსიკის ხურე ავიღე და ეხლა მას ამერიკის ხურედ ვეძახით. სუდი არაა. და Google-მაც ეს შეცვალა, Google. ნახეთ? სხვათა შორის Google ამაში შესანიშნავი იყო. იცოდით, რომ ევროპა ამზადებს პროგრამას და გეგმას ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე. ისინი ძალიან მოწყენილები არიან. ამას ეხლა ვაკეთებთ, სხვათა შორის იხსნება. გემები მოდიან და მიდიან. არსებობს 100 შეერთებული შტატი, ეს უბრალოდ აჩვენებს, როგორ შეიძლება არსებობდეს ერთ-ერთი ქვეყანა, ან როგორ შეიძლება არსებობდეს ქვეყნების ჯგუფი ასეთი დამოკიდებულებით. დააკვირდით გრენლანდიას. დღეს გრენლანდია უნდა გქონდეს, რომ მთელი მსოფლიო დავიცვათ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ. იმ მარტივი მიზეზით, რომ ამას ახსენებ, უცებ იწყებენ შენზე თავდასხმას. ასეთი ქვეყანა, როგორიც ეს ქვეყანა, არ უნდა იხდიდეს ტრილიონობით დოლარს ნატოსთვის. ბატონო პრეზიდენტო, მინდა გითხოთ ხელოვნურ ინტელექტზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი აუდიტორიისთვის. და ვნახეთ, რომ დივანმა ბეზანტმა და ჯეი პაუელმა საგანგებო შეხვედრა გამართეს წამყვან ბანკებთან ანთროპიკის მოდელის რისკის გამო. და შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ბოროტი განზრახვის მქონე პირებმა შეიძლება მარხვაც უფრო სწრაფად შეახტიონ ამ ბანკებში, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ რეაგირებას. თქვენ ამას სისტემურ საფრთხედ მიიჩნევთ? თუ არ არის სისტემური, მოდით ეს გავარკვიოთ. ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანია. მილიარდები და ტრილიონები სწორედ ამის გამო იდება ქვეყანაში. მას აქვს უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ მედიცინაში და სხვა მრავალ სფეროში უფრო მეტ საგებელს მოაქვს. თქვენ იპოვით დაავადებების სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ადრე ვერასდროს აღმოაჩენდით. ბევრი კარგი რამ არის, მაგრამ ამის მიმართ სიფრთხილე გჭირდება. როგორც ცხოვრებაში ყველაფერთან, ამის მიმართაც სიფრთხილე გვმართებს. მაგრამ როცა მეუბნები, რომ ბეზანტი შესანიშნავია, როცა საუბრობ ჟერომ ტლეი პაუელზე, ის კატასტროფაა. აქ არის ადამიანი, რომელმაც აიღო ეს პატარა შენობა და კიდევ რამდენიმე პატარა კომპლექსი და ხარჯავს 3 მილიარდ დოლარზე მეც. მინდა ვიცოდე, ვინ არის კონტრაქტორი. იმიტომ რომ ეს კონტრაქტორი მილიარდობით დოლარს იღებს, შეიძლება დოლარებსაც კი. მაშ ის ცუდად მუშაობს, მან უნდა შეამციროს საპროცენტო განაკვეთები. მაგრამ ფიქრობთ, რომ კევინ უოლში მომავალ კვირაში დამტკიცდება? ფიქრობ, დიახ, იმედი მაქვს, დიახ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ტომ ტილისი ჯერ კიდევ ბლოკავს. დიახ, მაგრამ ტომ ტილისი ამერიკელია, მან იცის რა უნდა გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ის ნახოთ რა მოხდება. თქვენ ეთქვით, ან იქნებ ურჩიოთ მოსამართლე ჯიანინის, რომ საბოლოოდ დახუროს ეს გამოძიება?
სისხლის სამართლის გამოძიება ჯეი პაუელის წინააღმდეგ. ტილისი მხოლოდ სისხლის სამართლის გამოძიება არ არის, ეს ასევე არაკომპეტენტურობის გამოძიებაა. როგორც პატარა შენობის აშენებაა, 201 მილიონ დოლარად სასტუმროს აშენება, რომელიც იმ შენობაზე დიდია, იქ ქუჩაზე რო დგას უკვე კარგახანია, 7 წლის წინ, 8 წლის წინ. მე ავაშენე ტრამპის სასტუმრო, რომელიც ვალდორფ ასტორიას მივყიდე, კარგი გარიგება იყო. მე ავაშენე დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების ობიექტები. ისინი დახარჯავენ ალბათ 4 მილიარდ დოლარს. და იცი რა, მე ეჭვება რომ ის ოდესმე გაიხსნას. მე ეს საქმე ძალიან კარგად გამომდის. რამდენიმე დღის წინ იმ ადგილთან გავიარე, მანქანით მივდიოდი. მათ მითხრეს, წამიყვანე ფედერალური რეზერვის შენობასთან. წამიყვანეს იქ, შიგნით ძალიან ცოტა სამუშაოა შესრულებული. შესაძლოა კევინმა ის შენობა არასდროს გამოიყენოს. და მან ძალიან საინტერესო რამ მითხრა. მან მითხრა, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მათ ყველაზე ლამაზი შენობა დაანგრიეს. დაანგრიეს. მან თქვა, რომ იქ ჰქონდათ საკონფერენციო ოთახები და კიდევ ბევრი სხვა სივრცე, იმ შენობაში, რომელიც ვაშინგტონში ყველაზე ლამაზად ითვლებოდა. და მათ დაანგრიეს ის, რაც იქ გააკეთეს. ასე რომ ალბათ კორუფცია. მაგრამ სინამდვილეში ეს არაკომპეტენტურობაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ეს არაკომპეტენტურობა. მანუ ხელმძღვანელა ამ საქმეს, ეს იყო ის ბიჭი ჟერომი. ფიდა ჯეი პაუელი გააგდო. დიახ, მინდა, ეს ყველაზე მარტივი გზაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევაჩერებთ გამოძიებას შენობაზე, რომელიც მე 25 მილიონად დავაშენებდი და ახლა 4 მილიონი დაჯდება. შენ არ ფიქრობ, რომ უნდა გავარკვიოთ რა მოხდა იქ? ჩვენ გვაქვს სხვა მსგავსი პროექტებიც, მაგალითად, კალიფორნიაში რკინიგზა, რომელიც 25-ჯერ უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე თავდაპირველი ღირებულება. და მე ვფიქრობ, რომ ისინი საბოლოოდ ამას მიატოვებენ. კარგი, ეს არის გევინ ნიუსომი, ან როგორც მე ვეძახი, გევინ ნიუსომი. ის ძალიან ცუდია, მაგრამ სწორედ ის არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფედერალური რეზერვის შენობა ისეთივე ცუდია. იქნება ეს არაკომპეტენტურობა, კორუფცია, თუ ორივე ერთად. შენ უნდა გაარკვიო, მე ასე ვფიქრობ. შენ უნდა გაარკვიო. ზუნდის დავარნას ხომ არ დაუშვებ. არა, სერიოზულად ვამბობ, უნდა გავარკვიო. მან თქვა, რომ აქედან წასვლა არ სურს. კარგი, მაშინ მომიწევს მისი გათავისუფლება. კარგი? თუ ის დროზე არ წავა, ვეცდები არ გავათავისუფლო. მინდოდა გამეთავისუფლებინა, მაგრამ არ მიყვარს პოლემიკის გამოწვევა, ხო გესმით? მინდა თავიდან ავიცილო პოლემიკა, მაგრამ ხო, ის მაინც გათავისუფლდება. გონიათ ვოლში დამტკიცდება, ტილისი თქვენზე მისცემს ხმას. კარგი, ვნახავთ. შეიძლება არ გააკეთოს, მაგრამ ტომ ტილისი მაშინ სენატორი არ არის. კარგი, რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის საკითხს, ტილისი აღარ არის სენატორი, ხო ასეა? ის უკვე მიდის. არა, მან გადადგა, მაგრამ გადადგა. და გონია რომ მას არ უნდა დარჩეს მემკვიდრეობა, რომ მან ხელი შეუშალა ნიჭიერ ადამიანს. ვიღაცას, ვინც შეიძლება შესანიშნავი იყოს. ფიქრობ, კევინ ვოლში შესანიშნავი იქნება. მას არ უნდა დარჩეს მემკვიდრეობა, რომ არაკომპეტენტური ადამიანი იქ უფრო დიდხანს დატოვა, ვიდრე საჭირო იყო. მე ვიცნობ ტომ ტილის, ის კარგი ადამიანია. არ ფიქრობ, რომ ის ზიანს მიაყენებს. მან თქვა ის, რაც თქვა და თუ ეს სიმართლეა, მას ამასთან ცხოვრება მოუწევს, მაგრამ არა პრეზიდენტობის დროს. ეს პრეზიდენტი საშინელია, ძალიან ცუდი. გამიკვირდა, როცა ბაიდენმა ის თანამდებობაზე დატოვა, გულწრფელად რომ თქვა, მაგრამ მაინც დატოვა თანამდებობაზე. საპროცენტო განაკვეთები ბევრად უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე ეხლა. და ფიქრობთ, რომ ისინი წელსვე დაიწევს. როცა კევინი შემოვა, კი. უბრალოდ რომ დავასრულოთ ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი, პრეზიდენტო, ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ტექნოლოგია, რომელიც ბანკების სისტემაში ნდობას დააზიანებს. დიახ, ალბათ, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ტექნოლოგია, რომელიც ბანკების სისტემაში დრიდებულებას მოიტანს, გახდის მას უკეთეს, უფრო უსაფრთხოს და დაცულს. მთავრობა სჭირდება დაცვის მექანიზმები და გამოთვის ღილაკი. მაგრამ ეკნებოდა ხელოვნური ინტელექტი. ეკნებოდა, მაგრამ დავანებოთ თავი. შენ და მე ხელოვნური ინტელექტის ლიდერები ვართ და სინამდვილეში უკვე ბევრად უსწრებთ ჩინეთს. ჩვენ ვაშენებთ ქარხნებს, რომელთა წარმოდგენაც არავის შეეძლო და ეს იქნება რაღაცა უზარმაზარი, უფრო დიდი ვიდრე ინტერნეტი. ეს იქნება რაღაცა უზარმაზარი. ყოველთვის არის სირთულეები ამ ეტაპზე. როცა საბანკო სექტორს ახსენებ, ეს სექტორი შეიძლება ბევრად უფრო დიდი, უფრო უსაფრთხო და უფრო ეფექტური გახდეს. შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ელით თუ არა რესპუბლიკელების მანდატების დაკარგვას წარმომადგენელთა პალატაში და რა გავლენა ექნება ამას თქვენს დღის წესრიგზე? ახლახან მაიკ ჯონსონთან ერთად გამოვედი საოცარი ხალხი, შესანიშნავი კონგრესმენები და დეპუტატები, ოვალურ ოფისში. ფიქრობ, კარგად გამოვალთ. ეხლა რო თქვათ ეს, როცა ვინმე პრეზიდენტად აირჩევა, იმ პარტიას ყოველთვის შუალედურ არჩევნებში მანდატები ეკარგება. არ ვიცი რატო. ამას ვერავი ხსნის. კითხე ადამიანებს, რომლებიც ფსიქოლოგიის სამყაროსთან ღრმად არიან დაკავშირებულები, უთხარი, რატომ აძლევს ამომრჩეველი ხმას საპირისპირო პარტიას?
ეს ხდება მაშინაც კი, როცა პრეზიდენტი კარგია. გონია რომ საუკეთესო პირველი წელი მქონდა. წავიკითხე რომ საუკეთესო იყო. ნახეთ 8 ომი დავასრულე, მე-9 ახლოვდება. მაგრამ 8 ომი დავასრულე, არავის ომი არ დაუმთავრებია. ვინ დაასრულა ომი? არავინ. 8 ომი დავასრულე, ისტორიაში ყველაზე დიდი საგადასახადო შეღავათი გავაკეთეთ. ჩვენ მქონდა რეგულაციების ყველაზე დიდი შემცირება ისტორიაში, ყველაზე დიდი ეკონომიკა ისტორიაში. პრაქტიკულად იმ ფაქტით ჩათვლით, რომ ირანში ჩავერიე. რათა შემეჩერებინა რაღაც, რაც შეიძლებოდა მსოფლიოს განადგურება გამოეცვია, ხო ასე? თქვენ ხავთ დიდი პრეზიდენტი, მაგრამ ისინი როგორც წესი შუალედურ არჩევნებში აგებენ. ეს ჩემთვის აზრს არ წარმოადგენს, ასე რომ მოდით ვცადოთ ამის შეცვლა. იცით, ბოლო 50 წლის განმავლობაში მგონი პრეზიდენტმა, პრეზიდენტის პარტიამ მხოლოდ 2 ჯერ მოიგო. რატომ ხდება ასე, არ ვიცი, ჩვენ ნამდვილად ბევრს მუშაობთ, რომ ეს შევცვალოთ. ჩვენ მქონდა საუკეთესო პირველი წელი პრეზიდენტობის ისტორიაში და ამისთვის დაფასება უნდა მივიღოთ. შეხედეთ საზღვარს. ჩვენ მქონდა საზღვარი, რომელიც საცლისავით იყო. თქვენ ეს სხვებზე უკეთ გააშუქეთ. რა გზავნილია არჩევნებისთვის? მე დაფასებას ვიმსახურებ. ჩემი დაფასება კიდევ რამე, რისთვის? დიახ, ვფიქრობ ჩვენ კარგი მგონი საუბარი უნდა გავაგრძელოთ. საზღვარზე დახმარება არ გჭირდება, მაგრამ იცით, მე 1000-ზე მეტი მილი კედელი ავაშენე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე, რადგან უნდა დაგვიფასდეს ის, რომ დაუპირისპირდით ამ კატასტროფას, როცა კრიმინალები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ და ჩვენს ქვეყანაში იჭრებოდნენ. ყველაზე ცუდი რაც კი მომხდარა, შეჭრას გავდა ჩვენ მარია, ამისთვის დაფასება უნდა მივიღოთ. ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ასევე იმაზეც, რომ ამ მომრჩევლებს ისტორიაში ყველაზე დიდი საგადასახადო შეღავათები მივეცით, ყველაზე დიდი რეგულაციების შემცირება და საუკეთესო ეკონომიკა შევქმნით. და ეხლა რასაც ვაკეთებთ, არის ამ გზის გაგრძელება. ირანი დავამთავრეთ, ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მათ არ ეკნებათ ბირთვული იარაღი არანაირად. სხვათა შორის ხვალ რო წავიდე, მათ მაინც ვერასდროს ეკნებათ ბირთვული იარაღი. წლები დასჭირდებათ, რადგან მათი ქვეყანა განადგურებულია. მათ არ აქვთ საზღვაო ძალები, არ აქვთ საჰაერო ძალები, არც ერთი თვითმფრინავი არ ხავთ. ყველაფერი დასრულებულია და მედია ამაზე არ წერს. New York Times იფიქრებდით თუ New York Times აიკითხავდით, ამ ხაობდა საშინელ გაზეთს, იფიქრებდით რომ ისინი ომში კარგად არიან, მათ აღარაფერი დარჩათ, ისინი შეთანხმებას გააფორმებენ. მოდით ვნახოთ, უნდა აუხსნათ ამ მომრჩევლებს ის შესანიშნავი სამუშაო, რაც გავაკეთეთ, რადგან რესპუბლიკელებს სასაგები არანაირი მიზეზი არ აქვთ. ამ ხალხს უნდა რომ საზღვრები ისევ გახსნა. ისინი ტრანსგენდერებს ყველას თავს მოახვევენ. ისინი დაუშვებენ კაცებს ქალთა სპორტში და გააუქმებენ გადასახადებისგან გათავისუფლებას ჩაის ფულისთვის, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის და ხანდაზმულთა პენსიისთვის. ყველაფერს გაანადგურებენ. თუ ამას მოისმენენ, არ ვიცი როგორ წავაგებთ. ბოლო კითხვა კოსმოსზე, რადგან არტემის თუ რა წარმატებაა, გილოცავთ. დიახ, ეს შესანიშნავია. ელით რომ შეერთებული შტატები ჩინეთს დაამარცხებს ამ რბოლაში მთვარეზე და რა სიტყვით ასტრონავტებზე, რომლებმაც არტემის თუში მთვარის გარშემო იმოგზაურეს. საით მიდის ეს ყველაფერი? პირველ რიგში ისინი შესანიშნავები იყვნენ. მათთან ვესაუბრე მაშინვე, როგორც კი სიბნელიდან გამოვიდნენ, როცა მთვარის გარშემო ბრუნავდნენ. შესანიშნავია, ისინი მართლაც შესანიშნავები არიან. ეს პროგრამა მე დავიწყე. NASA დაკეტილი იყო, სრულიად დაკეტილი. ბალახი იზრდებოდა ასაფრენ ბილიკებზე. მე ვიხავე ფლორიდაში, ვუხურე და გადავიღე ფოტოები მათი ყველა ობიექტის. ფლორიდაში ბზარულ ასფალტზე ბალახი იზრდებოდა და მე ვთქვი, ეს საშინელებაა. მოდი აღვადგინოთ და აღვადგინეთ. და ეს დიდი სიამაყის მიზეზი იყო. ყველა მუხურა გუშინ ღამით. ეს საოცარი რამ იყო. ყველა ვისაც ვიცნობ უხურებდა. ნახეს დაშვება, ნახეს აფრენა. ეს გვაძლევს სიამახის გრძნობას და რაღაც ძალიან კარგი გამოაქვედან, მაგრამ იცით, სამხედრო თვალსაზრისით ეს ძალიან ეხმარება. და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ვფიქრობ იქნება ის ფაქტი, რომ მე დავიწყე კოსმოსური ძალები, რადგან ადრე რუსეთსა და ჩინეთს ვრჩებოდით უკან, ხოლო დღეს მათ ბევრად უსწრებთ. და ჩვენ ჩინეთს დავამარცხებთ მთვარეზე მისვლის რბოლაში. მე ვფიქრობ, რომ კი. ნახე, ჩვენ უკვე მრავალი წლის წინ გავიმარჯვეთ. შეიძლება მათ გაუმართლოთ და გაგზავნონ ხომალდი ან რამე მსგავსი, ხო იცი? ისინი გუშინ ცდილობდნენ ხომალდის გაგზავნას და რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან წარმატებული არ იყო. მე ვფიქრობ, რომ კი, არ მომწონს ამ მდგომარეობაში ყოფნა. თუ ისინი მოგვიგებენ, მე ვიტყვი. მე მარიას გადაცემაში ვთქვი, ხო იცი? მე არა, მაგრამ ვცდილობ თქვავდეს. ხავს ჯარედი ძალიან კარგი ბიჭი, რომელსაც იცნობ. ის შესანიშნავად მუშაობს NASA-ში. ვამაყობ მასით. გონია რომ მოვიგებთ, მაგრამ ამაზე არ შევალ საუბარში. თუ
თუ მოიგებენ, არ მინდა რომ თქვათ ტრამპი შეცდა, რა საშინელი რამეა. ფაქტია, რომ კოსმოსში ძალიან წინ ვართ. სამხედრო სექტორშიც ძალიან წინ ვართ. სოფლიოში საუკეთესო წყალქვეშა ნავები გვაქვს. სოფლიოში საუკეთესო შეიარაღებული ძალები გვყავს. არავინ ამზადებს აღჭურვილობას ისე როგორც ჩვენ. იქნება ეს პატრიოტი თუ ტომაჰავკი. ჩვენ გვაქვს სოფლიოში ყველაზე თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა. და ასე გავაგრძელებთ. ბატონო პრეზიდენტო, მადლობა. მადლობთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა.